პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდით, ოღონდ არა ასეთი მასშტაბების აქციას, ან გულისხმობ კონტრაქციას, რადგანაც ჩარშანდელი გამოცდილება გვაქვს და ვიცით როგორ და რანაირად მოქმედებენ ეს დაჯგუფებები, მაგრამ არ გვეგონა რომ ასეთი იერარქები ჩაერეოდნენ საეკლესიო და არ გვეგონა მით უმეტეს პოლიტიკოსები თუ გამოთქვამდნენ რამე საპირისპირო აზრს, მაგრამ ჩვენ არაფრის გაკეთებას არ გეგმავთ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი უფლებამოსილება, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ეს არის პოლიციის პასუხისმგებლობა, რომ ნებისმიერ ადამიანს ქონდეს თავისუფლების გამოხატვა, ანუ თავისუფლების გამოხატვის აზრის გამოხატვის თავისუფლება, რადგანაც ამას კონსტიტუცია გვაძლევს ჩვენ ამის უფლებას. შესაბამისად, იქნება ეს ადამიანი გეი, შავკანიანი, ლესბოსელი თუ სხვა არ აქვს მნიშვნელობა. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანი მოქალაქე იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას. პოლიცია ვალდებულია უზრუნველყოს მშვიდობიანად ამ უფლების გამოყენება. აქციას არ ექნება მსვლელობის ხასიათი, აქცია იქნება მდუმარე და გაგრძელდება სადღაც 45 წუთამდე, ალბათ ან 1 საათი. შევიკრიბებით პარლამენტის შენობასთან, ასე ვთქვათ, გავშლით ტრანსპარანტებს, სადაც იქნება დატანილი ის მესიჯები, რომელიც გვინდა რომ საზოგადოების ყურამდე მივიდეს და ნუ რა თქმა უნდა დაინახავენ რომ ეს არ არის აღლომი და არ არის რაღაც აღვირახსნილობის პროპაგანდა, როგორც ამას ამბობენ. რაც შეეხება მოქალაქეების ასე ვთქვათ ცვლილებას მენტალობაში, ნამდვილად არის, იმიტომ რომ წინა წლებში შეიძლება ითქვას, რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ქუჩაში შეიძლება გამოვიდეს ადამიანი და თქო ტრანსპარანტზე ეწეროს მე მიყვარს ჩემი გეი მეგობარი ან რაღაც მსგავსი. შეიძლება ჩაეკოლათ იქვე. მაგრამ თქვა ჩარშან ჩატარებულმა აქციებმა დაგვანახეს, რომ მიხვდნენ ეს ადამიანები, ჰომოფობები, რომ არსებობენ მართლაც ქართველი გეიები, რომლებსაც აქვს უფლება გამოხატვის. შესაბამისად, ნელ-ნელა იცვლება, ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ნაბიჯ შეიცვლება ყოველას დამოკიდებულება ამისადმი, იმიტომ რომ თუ თანხმდებით იმაზე, რომ კანონობა, უსამართლობა არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, მაშინ შერჩევითი და ორმაგი სტანდარტიანობა არ უნდა კონდეს სხვადასხვა საკითხებისადმი.